ღვინის გზა ამჯერად სოფელ წითელხევში ნინოს მარანთან შეჩერდა. ჩვენი მასპინძელი ბესო წიქორიძე გახლავთ. განსხვავებული დიზაინის მარნის შენობა და საკმაოდ კარგი შვიდი გარემო სულ სხვა განწყობას გიქმნის. სურვილი გიჩნდება ამ გარემოში კიდევ ბევრჯერ მოხვდე. მოგესალმებით, ჩვენ მას როგორც აღნიშნეთ ნინოს მარანი, ნინო არის დედაჩემი და დამფუძნებელი ამ მარნის არის დედაჩემი. და სახელწოდებაც დიდი ხანი არ გვიფიქრია მაგასთან და სახელიც რომ მარტივად და ადვილად შევარჩიეთ ნინოს მარანი. დაახლოებით 40 წელიწადია რაც მოწამლებთ ღვინოს, მაგრამ როგორც ბრენდი ნინოს მარანი დაახლოებით 5 წელიწადია მოწამლებთ უკვე ოფიციალში ღვინოს. პროფესიით ვარ იურისტი, ბევრი წელი მუშაობდი სხვა ჩემი განხრით ასე ვთქვა პროფესიით. ძალიან მოთხოვნადი გახდა ქართული ღვინო ევროპის და არა მარტო ევროპის ბაზარზე და მეც მოვინდომე, იმიტომ რომ ვიცოდი ჩემი ღვინის მახასიათებლები, რომ კარგი ხარისხის ღვინოს ვაკეთებდი და მეც გადავწყვიტე, რომ რატომაც არა, მოდი მეც ვწდი. გადავწყვიტე პირველი ნაბიჯები და რაც წარმატებით ვიყვები ჯერჯერობით ამის. ოჯახის წევრები ვართ ძალიან აქტიურად ჩართული ამ საქმიანობაში, ვაზის ეხლა ხანს გავაშენებთ კიდე დაახლოებით 300 ძირი ვაზი ჩავყარეთ ახალი შენდა. ყოველწლიურად ფაქტიურად 200-300 ძირს ვამატებთ. ნატურალური ღვინო არის, არ ვყენებთ დანამატებს, კონსერვანტებს, მუშაობთ ასე ვთქვათ ბიომეღვინეობის მხრივ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ ვიყენებთ ფილტრს და ბუნებრივად მუშაობთ. თუ რაიმე ფესტივალი გრძელდება საქართველოს მასშტაბით და არა მარტო საქართველოს მასშტაბით, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვიღოთ მონაწილეობას საზღვარგარეთაც და აქტიურად ვართ ჩართული. ძალიან კარგი შედეგებით მივიღეთ ბერლინში 2019 წელს, საიდანაც გავიცანით იმპორტიორებს და უკვე უშუალოდ კომუნიკაციაც და იმპორტის შედგა გერმანიის ბაზარზე. პროექტის შეეხება ერთ-ერთი კიდე იყო გზის პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება. ძალიან დაგვეხმარა მუნიციპალიტეტი, გამგეობა, მერია, შეიქმნა სოციალური ჯგუფი, რომელმაც შექმნეს ეს პროექტი და დაფინანსებაც მოიპოვეთ შეგვიძლია. ვაზი გვაქაშენებული დაახლოებით 9 გექტარ მიწაზე, ამ ეტაპზე. სამმავალოდ უკვე გვაქვს ადგილები, სადაც გავაშენებთ და უფრო დიდ ფართობს მოვიცავთ. გაშენებული გვაქვს ცოლიკაური, ციცქა, ოჯალეში, ოლშავი, ალადასტური და სამმავალოდაც ვაპირებთ, რომ ბევრი ქართული და იმერული განსაკუთრებით იმერული მასზე ვაკეთებთ რაღაცას, რომელიც იმერეთში ვიყოფებით, რომ იმერული ჯიშებს გავუკეთოთ პოპულარიზაცია და გავზარდოთ მისი წარმოება. რაც შეეხება დიზაინს, ესე ვთქვათ, ნიშა და რაღაც განსხვავებულის არის, რომ ყველა აკეთებს, იქოებს, ღებულობს, ანახევრებს და აწებებს. მე ავიღე აგური, დავჭერი პატარა ზომებად და აგურით გავაკეთე, ესე ვთქვათ, შევქმნით ქვებს.